მართვის მოწმობის თეორიის ბილეთებში ჯერ კიდევ გვხვდება კითხვები ტრამვაიზე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 20 წელია, რაც ტრამვაი საქართველოს გზებზე აღარ დადის და მისი აღდგენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რა უნდა ვიცოდეთ ტრამვაიზე ბილეთების გაკეთების დროს? ეს არის ტესებური შუქნიშანი, რომელიც მხოლოდ სამარშრუტო ტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებს, ანუ მათ შორის ტრამვაისაც. მოძრაობა ნებადართულია მაშინ, როცა ჩართულია ქვედა და ზედა 1 ან 2 მაშუქის სიგნალი. მოძრაობა აკრძალული კი არის მაშინ, როცა ჩართულია ზედა 3 მაშუქის სიგნალი, ანუ ეს იგივე წითელი სტოლპასია. რომელმა ტრანსპორტმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნების ამ სიგნალებზე. ტრამვაი ვერსადაც ვერ წავა, რადგან თავის შუქნიშანზე ზედა 3 მაშუქის სიგნალი აქვს ანთებული. ხოლო მსუბუქი ავტომობილი წავა მარცხნივ, რადგან თავის შუქნიშანში მარცხნივ მოხვევის სექტორის ნიშანი აქვს. თუ შუქნიშანი გზაჯვარედინზე არ არის ან არ მუშაობს და არც პრიორიტეტის ნიშნები არ გვაქვს, ამ დროს მიიჩნევა, რომ ყველა გზა არის თანაბარ მნიშვნელოვანი. თანაბარ მნიშვნელოვან გზებზე კი ტრამვაი ყოველთვის გადის პირველი. ამ ბილეთში გვაქვს თანაბარ მნიშვნელოვანი გზები, რადგან არც შუქნიშანი და არც პრიორიტეტის ნიშნები არც ერთ გზაზე არ დგას. პირველი გაივლის ტრამვაი, შემდეგ მარჯვენა დაბრკოლების წესის თანახმად ავტობუსი და მოტოციკლი გზას დაუთმობენ თეთრ ავტომობილს და ბოლოს ისინი გაივლიან ერთდროულად, რადგან მათი მოძრაობის ტრაექტორიები არ იკვეთება. მოტოციკლი მიდის მარცხნივ, ხოლო ავტობუსი პირდაპირ.